მეგობრებო, ეხლა უკვე გადავდივართ გადაღებისა და დაკვირვების რეჟიმში და ჩვენ ხელთ არსებულ ყველა სენსორულ და დეტექტორულ აპარატს ვიყენებთ იმისათვის, რომ აღმოაჩინოთ შენობაში ნებისმიერი პარანორმალური მოვლენა, რა თქმა უნდა, თუ კი საერთოდ არსებობს ამ შენობაში. მაგრამ კონკრეტულად ვეძებთ რას, როგორც გადმოცემით გვითხრეს, საავადმყოფოში, ყვარელში და სწორედ ამ ტერიტორიაზე იყო საუბარი. ვინაიდან უკვე 3 ადამიანმა დაადასტურა ეს ყველაფერი, რომ ნამდვილად ამ საავადმყოფოში მოხდა ეს შემთხვევა. მოხდა ხანძარი, რასაც შეეწირა პატარა ბავშვი, ბიჭი კონკრეტულად. ჩვენ ამ საავადმყოფოში დღეს ვეძებთ ნებისმიერ კვალს, რაც დაადასტურებს ამ შემთხვევას. ჩვენთან ერთად დავიწყებთ შენობის გამოკვლევას, მას ესე ჯგუფი პარანორმალი, მე და სანდრა დღეს შევეცდებით, რომ გავარკვიოთ ყვარლის ძირითად შენობაში რა ხდება. და ჩვენი ამოცანაა, რომ დავადასტუროთ ან უარყოთ მომხდარის შესახებ, რაც მოისმენთ უკვე ჩემგან როგორც ექსპერტიზიდან. სანდრა, მზად ხარ? რა თქმა უნდა, მზად ვარ. ეთიმე, ქრისტინაში ჩავთავთ აპარატურას, რომლის მეშვეობითაც შევეცდებით, რომ დავადგინოთ პარანორმალური მოვლენები. ელექტრომაგნიტური ხელსაწყო მზად არის, EGF-იც თან გვაქვს, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ, მაგრამ ჯერ ვეძებთ პირველი აუცილებელია პირველი ფაზიდან დავიწყოთ ყველაფერი. თუ გახდა საჭირო EGF-ის გამოყენება, აუცილებლად გამოვიყენებთ. შევალთ შენობაში და თუ დაფიქსირდა აპარატის მიერ ნებისმიერი აქტივობა, გადავდივართ ფოტოგადაღებებზე, რომელსაც ინფრაწითელი კამერა აუცილებლად დააფიქსირებს იმ კადრს, რასაც თვალი ვერ ხედავს. და ბოლო სტადია, თუ კი განგაში სიგნალიზაცია მივიღეთ, უკვე ამ შემთხვევაში ვიკუთით ორივე ჩვენს ხელთ არსებულ აპარატს გააჩნია განგაში სიგნალიზაცია. განგაში სიგნალიზაცია ირთვება მაშინ, როდესაც ძლიერი პარანორმალური ზონაა და შემდეგ გვატყობინებს იმას, რომ მოძრავი ობიექტი რამდენად ახლოს დგას ან შორს ჩვენგან. განგაში კი იმას ნიშნავს, რომ უშუალოდ სულის მოძრაობას და გამოსახულებას აქვს ადგილი. ნახოთ, მივყვეთ მოვლენა. ერთ გახვალთ. ეს გახვალთ შენობის მეორე სართული. პირველ სართულზეც ვიყავით, ჩასული და იქიდან გასასვლელი არ არის. უშუალოდ ამ ადგილიდან შევძლებთ ჩვენ შენობაში მოძრაობას. გავაგზავნოთ მოშას შენობას აქვს გრძელი დერეფანი, გადავიღოთ მაქსიმუმად და ჩვენ შევეცდებით, რომ მთლიანად ყველაფერი გამოვიდგინოთ. მოასწრებით ახალ პალატები და რომელშიც საკითხავთ შევავთ და ყველაფერი. პარალელურ რეჟიმში სამრეცად აქვს დეტექტორი. არის სწორედ ეს აპარატი, სამრეცად შეიძლება გამოიცით. გახსოვთ ეს აპარატი? კამერაზე. ჩანს ხო? კი. ჩანს. პარალელურად აღჭურვილი არის სანდრა ამ აპარატით, რომ როდესაც მე მოძრაობდი, ასე ვაჩვენეთ, რომ ჩავთვალოთ კიდევ ერთი დეტექტორი. ჩაერთო ხო? კი, ჩაერთო. რომელიც შევატყობინებს მკვეთრ ტემპერატურის ვარდნას, თუ კი ასეთი რამ სადმე აღინიშნა. Let's go now.
შეგახსენებთ, რომ ჩვენ ჯგუფი პარანორმალი და ეს არის ყვარელის მეტალურგიული ძირითადი საავადმყოფო, სადაც ახლა ვიმყოფებით. ყველანაირი აღჭურვილობა გვაქვს იმისათვის, რომ თუ შენობაში შეინიშნება რაიმე პარანორმალური მოძრაობა, დღეს აუცილებლად დააფიქსიროს ჩვენი აპარატურა და შევეცდებით, რომ ამ გამოკვლევას ბოლომდე მივყვეთ. შეჯერ მშვიდობა, მომწოდეთ გამოკვლევა. შეგახსენებთ, რომ შენობაში არანაირი ელექტროობა არ არსებობს, ალბათ თქვენ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი მომწონს. ანუ თემი არის ესეც პალატა. არანაირი გამჭრობის ყვალა ჩანს. თუმცა ეს ყველაფერი დახატვისია. Sandra, შეგვიძლია აპარატი გამიცვალო მეორე მომენტში ელექტრომაგნიტური დეტექტორი. ჩაკეტილია? ჩაკეტილია. ეს შესვლა ხდება, მაგრამ нас интересно. ორივე დეტექტორი მოყვანილია მუშაობ მდგომარეობაში. ეკრანს ვიწიდებთ. შეგახსენებთ, ჩვენ ეს ამბობებით ყვარლის ძირითად საავადმყოფო შენობაში, რომლის გადაღებაც დიდი ხანია მინდოდა. სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ ადგილობრივები ამ შენობიდან იგებენ ბავშვის ხმას და ასევე გამოსახულებას, რომელიც სართულებს შორის გადაადგილდება და მისი ამ გამოსახულების ფერი არის თეთრი. თეთრად ეჩვენებათ, რომ რაღაც დადის სართულებზე. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ პარანორმალი დღეს ვიმყოფებით სწორედ ამ შენობაში. ნახოთ.
ხანძრის კვალიც ძალიან საინტერესოა. ის შედეგადაც გარდაიცვალა პატარა ბავშვი. როგორც ადგილობრივები ასევე მიდასტურებები. სივრცეს გადავ. აი ხა ჩვენ ვართ უკვე ნახეთ როგორი მომენტია. აი ხა სადაც სამრაილებს პირდაპირ გრძელდება, აუცილებლად იქიდან დავიწყეთ. და შემდეგ რომ მოვივლით, აი აქ უკვე გრძელდებაში გადავდივართ შენობის მეორე ნაწილში. სანდრას თქო რომ მიწელა. არც ერთი წამით არ ვატუნოთ ყურადღებას დეტექტორებზე. მიმდინარეობს კვლევის პირველი ფაზები. ეხლა რაშია საქმე? ამ აპარატებმა, რაც ეხლა გვიჭირავს ხელში, უნდა მოგცეს ნიშანი. აუცილებლად ამ აპარატებმა უნდა მოგცეს ნიშანი. შემდგომ ამისა უკვე ვიღებთ ინფრაწითელი ფოტოაპარატის სურათებს იმ მიზნით, რომ გამოსახულება დავაფიქსიროთ. მანამდე არ ვიქანით. ამ ინფრაწითელს. შეგახსენებთ, რომ შენობას პროექტურა აქვს და ჩვენ აუცილებლად ჩავართ პროექტურის ტერიტორიაზე. ეცადე რომ თქვენ დააბიჯე ხოლმე ხე. აი როგორც მომდიო მოხდა. ძალიან უმნიშვნელო 0.04%-ია. გაიწევს ამას. და არაფერი არ არის. შესაძლებელია, რომ ჩვენ ახლა უახლოვდებით პარანორმალურად აქტიურ ზონას და იმ მისი ენერგია რადგან შორს ვართ, სწორედ ესე ფიქსირდება, მაგრამ ამის პასუხი აუცილებლად გეცოდინება. უნდა მივიდეთ უშუალოდ ტერიტორიაზე.
5-მდე ძალიან უმნიშვნელო. ახლა შევიდეთ. ანუ აპარატი ვატყობინებს სადაც ახლომახლო პარანორმალური ზონა. თუმცა ეგ ზონა აქ არ არის. რომელი მიმართულებით არის ახლა გეტყვით. ახლა გეტყვით ზუსტად. რომელი მიმართულებით არის ეს პარანორმალური ზონა. ახლა გეტყვით. აი მიმართულებით არის ეგ პარანორმალური ზონა. კი ბატონო, არ ვწდებით. აპარატურა გაგვეთიშა, შორთოთ. ანუ, აი მიმართულებით არის, წინ არის სადღაც პარანორმალური დაქტიური ზონა. წინ არის პერ. ინტერესო. ეს ქოშენობის გარე პერიმეტრია და არა შიდა. სწორედ იმ მიმართულებით არის. ინტერესის მიმართულებით ხო? ხო. ანუ აპარატი იჭერს და გონიება რომ ანუ აქეთ ნახე სუსტია კავშირი. კი. იმ მხარეს. კი, ძლიერდება. ძლიერდება. ეს იმაშიც რომ არის ჩვენგან მარცხნივ. შემოდის გარეთ. ეს ძოა. ჩვენ შორში ვყოფებით უბრალოდ, მაგრამ აპარატი მაინც იღებს. ნიშნავს. კი ბატონო. ასევე გვატყობინებს რომ აი აქ სადღაც წირგიდა ჩვენს მოპირდაპირ მხარეს კედლის მიღმა ზონაზე ანუ ორი პარანორმალური დაქტიური ზონა მე არ ვიძახი რომ სულის მოძრაობა არავითარ შემთხვევაში მაგრამ აპარატი გვეუბნება რომ მარჯვენა მარცხნივ პარანორმალური ზონებია შენობის მიღმა და არა უშუალოდ ამ ადგილზე შენობაში როდესაც გამოვიძახეთ ეს აპარატი რომელიც მე მარჯვენა ხელში ვიტირავს არის ზემძნობიარე გაუმჯობესებული სისტემა. კი ბატონო, აი ხო ხედავ. შესაძლებელია რომ მოულოდნელად დაიწყოს პარანორმალური ზონების გააქტიურება. ეს ხდება ხოლმე საერთოდ. ჯერჯერობით გვაქვს ძალიან უმნიშვნელო თუმცა это повинно шифровать. Нам ხამილი გადადება 18 წუთი და 18 წამი. აი ახლა აინტერესა პირდაპირ რასაც ხედავთ, აი ამას გამოვიკლოთ. შენობის იმ მხარეს და ცენტრალურ შემოსასვლელ ნაწილში აბსოლუტურად მშვიდობა გვაქვს. საინტერესო ოთახია. არის საბოლოო განყოფილება როგორც ჩანს. შევხედოთ ფლეშის სურათები მოკედულზე, ხატი და მოიცი აქ არის საინტერესო. როგორც შეიძლება მოგამოწილება ტექსტოგენი ალერგიული ალერტეკი აშკარად რაღაცა ალერგოლოგის კაბინეტში ეს არის საკუთნავი ალერგოლოგი ალერგიის კი ბატონო ეთილი შეძლებოთ კალენდარი და რა დროით თარიღდება კალენდარი ალერგოლოგი პირდაპირ რომელი წელია 2010 2010 კეთილი სხვა კალენდარი ხომ არ არის რომელიც კალენდარობას მოვიწოდები არა მე
ესე იგი 2010 წელს ფუნქციონირებდა კიდევ. ესე გამოვიდა. აქ არის რეანიმაცია, ქირურგია, შემხვევი, ბავშვთა ცენტრალური სოჭიქის ჩვენება. გასაგებია. ესე იგი 2010 წლამდე მოვიდა ფუნქციონირება. ესე იგი ჩვენ გამოვიწყეთ. აქეთ არის ტელეფონი, მესამე სართულზე ასასვლელი და წინა სახები გვაქვს. აქეთ რა გვაქვს? აქეთ ამავე სახები გვაქვს. კეთილი. საუბარში აღწერილი. ამშვიდობა. სულდურადე ფერი. ქიმიოთერაპიული საშუალების ფუნქციების შემოქმედება. ქიმიოთერაპიული კაბინეტში აღმოჩნდა კაბინეტი. რომელიც 2008 წელს დაიწყო კალენდარი. აჩვენე კადრში. მოგადა ჩვენობაში შემოქმედებული კალენდარი. მაგრამ კარგად გველაპარაკება იმაზე, რომ ფუნქციონირება ბოლოს შეიძლება. ანტირაბიული კაბინეტი. რას ნიშნავს სანდრა? ანტირაბია. შესაძლოა რამე ვირუსული? ეხლა ყურელი იყო? ხმა იყო. ის. არები რო გახსნა და დაგედო. წინახვიდან ხო? ნახოთ რა თამამოვიდება. დერეფონში დაიწყო რაღაც ხმა. თითქოს ვიღაცამ კარგი სააკეთა ან გავა. თუნდაც მივალ. შენობა. What's the sun? Maybe. You'll be in a lot of interests.
Într-o care de așa mă desmanca mai spune vida. Trebuie să ne acolo de Sevgi şu artık olmak daha söylemiyor. Olmuş. საინტერესო ის არის რომ ყველა პარები იდება ძალიან კარგად. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენობა ძველია, მაგრამ დეფორმირებული და ასე შემდეგ არ ჩანს. Zamurების საცავია. რუსულად აწევია zamurების. კი ბატონო. არის ესეთი. ისაა რომელი? Just out there. ესეთი დიდი მაგას. ხო, ანუ რაღაცა დეზინფექციული დამლების რაღაცა ესეთი. მაგრამ აგერაი რაო დაჟყრია კიდევაც შიგნით დამლები კარგად ეს მომენტია ჩვენ გამოვიდით უკვე პარალელურ ხდები შეგამოვიდით ნახეთ ახლა შეგამოვიდით იმაზე კიდევ ერთი გასასვლელი მიპოვეთ შენობიდან. გამწვეს ყველას ლავა ჩანს. აქედან გამოვიდეთ. ანუ იქიდან წავიდეთ. წავიდეთ. საერთოდ ეს ორიენტაცია და ძალიან თუნდია. მეორე საათი ისე პირველ საათს გამოსხივ.
Already going to this. Bottom, all the garage, and to follow the king's cabinet. So the television. Интересно, документация. Також буде складно. Зараз анкетові документації сотні. Тут шири. Це вчені. Аксесуары. Не высоту ребята. Завтра будет самый Вышел играть, он по-моему машина. Арестовался он был. Сандра, мы ловал. Хоп. Зачем снимать делать этот? Просто снимай. Так. Например, два. Машина. Замте. Видите, нас много. Я вот это делаю. Так. И тогда ще робити не саме свободне самоволі. Tuvaletleri, balateri.
Quali? Sant'Ari. A cadavere non so se Sina di Matro. Non voglio sapere. Okay. What's the truth? 50% batteria. Რაღაც პაჩუნი წაღან. საი. აი ხას ანაკედან იყო, ანაკედან. Mamy odchętnie pogodę służbą od kwieć. To sabany. Android sottoscrive cultura seria. Anche la scena un po'. Voglio il tono. Sembra una figura. Sì. Molto facile შესაძლოა რომ მომხდარიყო მდგომარეობაში იყო სარგებლობის კოდი. მაგრამ მან ფილოსოფია ასილა. ეს პრობლემის გადანაწილებით ავიღოთ. იქით უბრალოდ
შენობაში არანაირი დამწურის კვალი არ შეინიშნება, ასევე არანაირი ხმაური უნიშნობა, ფაჩულის მსგავსი ხმები, სერიოზული არაფერი და ორივე დეტექტორი დუმს. მესამე პარალელურად უკვე სანდრას უჭირავს. როგორც კი დაფიქსირდება პარალელური ზონები, რომელიც აპარატ მომჩენილს სადაც ახლა მახლა აუცილებლად იბოდი. აივანი სანდრო Latişe, kamera sonra egre. Yapacağım latişe. Tamam, açacağım. მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით დავიწყეთ 0 სართულიდან და მოვედით უკვე სახურავზე ვართ უშუალოდ ამ შენობის. დრონიდან გადაღებული კადრები ვისაც გახსოვთ, იქ ძალიან კარგად ჩანს ეს ტერიტორია. სანდრას თხოვრო გავაშუქოთ. აი, ნამდვილად სახურავზე ვართ ახლა. ნამდვილად. და რა ხდება? ამ დროისათვის ახლა არის უკვე 3 დაიწყო, 3 საათი და არანაირი საერთოდ არანაირი სიგნალი შენობაში მშვიდობაა. ძალიან მიკვირს, ვინაიდან შენობა უზარმაზარია. პარანორმალით იმიტომ ჩაერია, რომ ჩვენ ყვარელიდან დაგვიკავშირდა არაერთი მაცხოვრებელი და გვითხრა, რომ ამ შენობაში რაღაც უცნაურობები ხდება. თუმცა პარანორმალი ადგილზეა და მუშაობს ღამის განმავლობაში და ამ დრომდე, ანუ 3 დაიწყო, ამ დრომდე ყველგან აბსოლუტურად სიმშვიდეა და რაც ყველაზე ძალიან გასაკვირია, ნამდვილად პროექტურაშიც კი, ანუ მორგის განყოფილებაშიც აბსოლუტურად არაფერი არ ხდება. საოცარია, ნამდვილად, მაგრამ ფაქტია. ამის მოპირდაპირე შენობაში, რომელიც შემოსასვლელში დგას, იქ ვიმუშავეთ უკვე პედიატრიულ განყოფილებაში და იქ დავაფიქსირეთ. ხოლო წარმოდგენა ნამდვილად არ მქონდა იმაზე, რომ აქ ამ ხელა შენობაში საერთოდ არაფერი არ ხდება. დეტექტორები დუმს შევდივართ შეძლების დაგვარად ყველა პალატაში, ვამოწმებთ დერეფნებს 0 სართულიდან სახურავზე ამოვედით უშუალოდ. გვიანი ღამის საათებია და რა თქმა უნდა ამ დროს თუ კი შენობაში პარანორმალურ მოვლენებს კონკრეტულ შენობაში აქვს ადგილი, რა თქმა უნდა ამ დროისთვის უკვე უნდა გააქტიურებულიყო ყველა ვარიანტი. თუმცა ჯერჯერობით პარანორმალურ აქტივობებს ამ შენობაში, ვიმეორებ, ძირითად შენობაში ადგილი არ აქვს. ვინაიდან შენობაში ფანჯრები არ ზის და ზოგი დერეფანი არის ისეთი, სადაც ქარიქრის და შედარებით დაბალი ტემპერატურაა, თუმცა ვიმეორებ, რომ პარანორმალურად დაბალი ტემპერატურა და ვარდნა კრიტიკულ ზღურამდე ნამდვილად არ ყოფილა. ამ და დეტექტორების ჩათვლით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქამდე, ანუ ღამის 3 საათამდე დაიწყო 3 უკვე დიდი ხანია, ადგილი არ აქვს. დამეთანხმები ხო სანდრა? რა თქმა უნდა. შესაბამისად, არც დამწრობის კვალია შენობაში. არანაირად. ვიმეორებ, არც პედიატრიულში იყო დამწრობის კვალი, არანაირი. და არც ამ შენობაში არ აღნიშნება დამწრობის კვალი. ესე იგი, როგორც გადმოცემა გვეუბნება, რომ ხანძრის შედეგად ბავშვი დაიღუპა,
ჩვენ პარანორმალი ჯერჯერობით. Ამ ფაქტს გამოვრიცხავთ 100%-ით, ვინაიდან არანაირი დამწვრობის კვალი შენობაში არ შეინიშნება, არც ნახანძრალი ადგილები არ არის, ხო დამეთანხმები სანდრა? იმიტომ რომ ეძებდით კონკრეტულად მაგ ტერიტორიას და საერთოდ არსად არ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გამოირიცხა ის ფაქტი, რომ შენობაში ხანძრას ჰქონდა ადგილი. თავისთავად ამ ამბავს მიბული იყო ბავშვის დაღუპვის ამბავს. აქვე ვამბობ, რომ აქამდე გადმოცემული ინფორმაცია ხანძრისა და ბავშვის დაყუპვის შესახებ აბსოლუტურად მცდარია. პიროვნებებმა, რომლებმაც ეს ახსენეს, ახლა უკვე გასაგებია რატო. ვფიქრობ, რომ მათ უნდათ ენახათ პარანორმალის ადგილზე მუშაობა და სწორედ ამიტომ გამოიგონეს ეს ამბავი. ჯერჯერობით ყველაფერი აქეთ მიდის, თუმცა ღამე არ დასრულებულა და ყველაფერი წინ არის. კამერა გაასწორე სანდრა. არა, ეგ საკეთ. არასწორად გიჭირავს მე მგონი. აი ეგრე. ვაგრძელებთ დაკვირვებას მეგობრებო და ნახოთ რა შედეგებით დასრულდება დღევანდელი ღამე. ჩავიდეთ ახლა სანდრა ისე. გამორთა? 0 სართულამდე. ხო. საინტერესო იცი რა არის, მე მანათებ. ნახე? საინტერესოა. ხმა იყო. ხმა იყო იქით. აი, ია. აქ იყო ხმა. ო, ოკეი და. არა, ის ვარაფერი, რაღაცა ვარაფერი. და აქ, ვარაფერი, აბსოლუტურად. ახლა. კაი. არა. ისეთი ზემნობია შესაძლებელი რომ სანდრა არასწორს ვარიანტი რა. თუ არის და გას ის არის უბრალოდ დაფიქსირდა. აბა. ეხლა ეგ არ გამოიყო შესაძლებელი. ხარი მეწევს. მე მოგიწევს მაგისი გამდენა. თუ თავის საწავლა და რა მოგეკავებს. ნუ დამოყოს. ნახე? ნახე. კამერა ცოტა მოარიდე რომ არ აჩვენს რა. ეგე. მიცახან მეყურე. გასაგებია, ხო, გასაგებია. მაგრამ ეგ არის მოხეთია, გადასული ადამიანის პრობლემის, ეს არის მომზადებული დაინტერესებული ბინარია. მე უკვე მიჩვენე. ხო, იცინე რა ეგრე. ეს შემთხვევით შესაძლოა ნახე უკვე ერთი მომენტი რა არის და ნიშნულოვანი კამერა გაასწორე. ერთი ნიშნულოვანი მომენტი ის არის, რომ წინაზე ნინას უკან იდგა. ნინათი იყო დაინტერესებული და არა მაგალითად მე და გოჩათი. ეს გოჩა ოპერატორი იყო და მე დავყვებოდა ხო? მაგრამ დაინტერესდა ნინათი, ახლა დაინტერესდა შენ. საინტერესოა, მაგრამ ქალები უმრობა მაგას პირდაპირ მაგ დაძაბულობა არ არის, თუ ვთქვით, იმას ნახეთ, ხო? კაი, გარეთ მოგადა, ბრავო. ტელეფონები არ გავფიშით. აი, ნახე. ეგ რა ყურადღება საჩვენე.
შენ პოპოლა რა. საერთოდ მაგამის ვაუყო. მე შეიძლება დიყავი და რაც გავიდო. ჩემთან გამოყოლა 7-ად. ო, ჯობი ავიღოთ რა მოვიდოთ მაინც. არ გავედო გირჩე. გამოყოლა არ გავედო. აი, ოკეი რა. გამოყოლა არ გავედო. Mogę spróbować ასე მგონი რომ წრეებს მირთავს. ხო, შენი აინტერესა მაგრამ. ნიკაი. დასაგებია ხა. აინტერესა, მაგრამ ნახე. დავით. აი. მეგობრებო, ოდესაც გარდაცვლილის კონტაქტზე გამოსვლა უნდა და აძლევა მის საშუალებას ის აუცილებლად ეხმიანება ამ ყველაფერს და იძლევა ნიშანს, რომ მას სურს გამოვიდეს კონტაქტზე. მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ამ სულმა არ ისურვა კონტაქტზე გამოსვლა, კონტაქტში შემოსვლა. ამიტომ გაგრძელებას და მასზე თქვა გაყოლას და მიყოლას აზრი არ აქვს, იმიტომ ეს არის ჩვეულებრივი მოხეტი აბსურდი, რომელიც ადრეც დაფიქსირდა ზედა შენობაში და იმ შემთხვევაშიც მივიდა კაცებთან არამედ გოგონთან. დღესაც იგივე ანალოგიური ხდება. ჩემთან კატეგორიულად არაფერი გამოჩენილა, მაგრამ სანდრას ფერწაფეხ მოძებდა. როგორც კი საშუალება მივეცეთ კონტაქტზე გამოსვლის, იმნახოთ, რომ ყველანაირი სურვილი არ გამოხატა გამოსულიყო კონტაქტზე. სანდრა, ეს ტელეფონი. ჩაიდა. მოდი გავაკეთოთ დასკვნები. საინტერესო იყო ნამდვილად. საერთაშორის ეს შენობა თავად შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევას არ გულისხმობ მოხეტი ასულები ზოგადად ძალიან ბევრ ობიექტზე ხდებიან და რომ არა სპეციალური მოწყობილობები რაც პარანორმალს აქვს, საერთოდ შემოჩნეულები არიან ესენი და აბსოლუტურად არ წარმოადგენენ არანაირ საშუალებას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ, რომ ყვარავში ძირითად საავადმყოფოში, რაც გამოუკლებელი იყო და რა თქმა უნდა გამოკლებული აქვს ყველაფერი, აბსოლუტური სიმშვიდეა, აბსოლუტური სიწყნარე, არანაირ საშუალებას არ წარმოადგენს აქ თქვა შემოსვლა და ამის გათევა, თუ იმის რა თქმა უნდა ამის აუცილებლობა ექნება, შენობა აბსოლუტურად სუფთაა. დასკვნაც ეგაა, პარანორმალურად გამოიკვლიეთ ყველაფერი. საფუძვლიანად ვიტყოდი და დასკვნაც ეგ არის, რომ ვიცით, რომ პარანორმალს სამუშაო ამჯერად უბრალოდ არაფერი არ არის. ვინაიდან არაფერი საგანგაშო არ ხდება. და რა თქმა უნდა, არ არის დადასტურებული, არანაირად ის, რომ აქ არანაირი ბავშვის გამოსახულება არ არის, მithmetes სახელის ხმები ისმის და რაც მთავარია, ხანძრის ყვალიც კი არ არსებობს. ბუნებრივია, რომ ანულირდება უკვე გადმოცემა, რომელიც თვითონ ადგილობრივმა შეგოთხოვინას. ეს არის აბსოლუტური სიცოცხლე. დროებით და ჩავერთვებთ გარეგან ადამიანებს ფოტოებს და ამით დავასრულებთ დღევანდელ ყველა საუბრობები თბილისში. მომის კამერა არ გამოთო? ჩემთან ერთად დღეს მთელი სამის განმავლობაში მუშაობდა სანდრა. სანდრა, რასაკეთებ? ძალიან საინტერესო იყო. პირველად მოკლედ ფოტოგრაფია. ძალიან საინტერესო იყო და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე მე ამ გამოკვლევისგან, რაც დღეს ჩვენ ჩავატარეთ და წინ უფრო მეტი საინტერესო და უფრო კარგი ვიდეოები მეგობრებთ. მადლობა.